გიორგი, შენ გინდა თქვა, რომ ამ პატარა ჯიხურში თითქმის 700 მილიონი დოლარი გათეთრდა? მე კი არ მინდა ვთქვა, ოფიციალური ვერსია ასეთი. პროკურატურა გვეუბნება, რომ შპს ფინში 3 წლის განმავლობაში თეთრდებოდა რუსული რუბლები, თითქმის 58 მილიარდი რუბლი და ამან ბოლოს შეადგინა თითქმის 700 მილიონ დოლარამდე. ეს ხო უზარმაზარი თანხა არის. საქართველოს ეკონომიკის 2%, ან ჩვენი მშპ-ის 2%-ია, რაც არის ძალიან დიდი თანხა, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, თუნდაც გამოძიებასთან დაკავშირებით, რომ ერთმა სავალუტომ 3 წლის განმავლობაში როგორ მოახერხა ამ ხელა თანხის გათეთრება. და როგორ მოხდა ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო? ეგ არის მთავარი კითხვა, რამდენი უწყებაა, ხო, საფაჟო, სასაზღვრო, იქ უსაფრთხოების სამსახურია, პროკურატურა, ეროვნული ბანკი აკონტროლებს სავალუტოებს, ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფულის გათეთრებას ებრძვის და 3 წლის განმავლობაში როგორ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. ამიტომ არის ეჭვი, რომ შესაძლოა ვინმე გავლენიანი მფარველი ყავდა ამ სქემას, რომლის წყალობითაც ხდებოდა ამ წლების განმავლობაში ამ ხელა თანხის გათეთრება. ფულის გათეთრება ხო ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან საზიანო არის და რატო არის? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის შავი ფული, წარმოიდგინე რომ ხელს უწყობს ნარკოტრაფიკს, კრიმინალს, ვიარაღით ვაჭრობას და კორუფციას. შავი ფულის გათეთრება არ არის ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო. ფულის გათეთრებით ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვერ გამდიდდება. ვიწრო კრიმინალური კლანი შეიძლება გამდიდდეს და ის ქვეყნები, სადაც ფული თეთრდება, როგორც წესი, არის ღარიბი ქვეყნები და ჩამორჩენილი ქვეყნები. ის აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის იმის და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და თუ გინდა უფრო მეტი დეტალი გაიგო ფულის გათეთრების შესახებ, უყურე ჩვენს ახალ ეპიზოდს YouTube არხზე 64-ის. მოიცა ერთი წამი, გიორგი, და იცი კიდე რა მაინტერესებს?